მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, მოგესალმებით დიდი პატივისცემით და დიდი მადლობით დავიწყებ, იმიტომ რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ესე მყარად, ესე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ოცნება და არა მხოლოდ ქართული ოცნება, რაც თავარია ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია დღეს, რომ ამით შეგვიძლია ჩვენ დავიტრაბახოთ, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თქვენ. ქართველები ხშირად გამოვდივარ და ვამბობთ ხოლმე, რომ 60%-იანი მხარდაჭერა გვაქვს. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება ქუძზე კაცი რატომ? და რატომ ჭირდება, რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი რწმენა, ენა უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს, იმიტომ რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი. საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც უბრალოდ ვინმე სიმრავლისთვის კი არ ჭირდება, ჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რომ ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის. 2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე საუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი, ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა, მაგრამ დღეს დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც გვეუბნებიან, რომ LGBT პროპაგანდას თურმე არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ ქართველმა ხალხმა უნდა გაგვამყაროთ და ამისათვის ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნება, საკონსტიტუციო უმრავლესობა, სხვა ეროვნულ საკითხებთან ერთად. ერთი მნიშვნელოვანი დეტალის, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მათ ხანდახან წამოწდებათ კიდევაც, რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ქუჩა დაჭირდებათ, ასეთიც მოგისმენიათ, ხო? იმიტომ რომ არც ერთ მათგანს ჩვენს ოპოზიციიდან, ჩვენი ოპოზიციიდან არ აქვს იმის იმედი, რომ მიუახლოვდება გამარჯვების რაიმე ნიშნულს. მათ იციან, რომ ქართული ოცნება და ქართველი ხალხი იმარჯვებს და ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე. მაგრამ როდესაც ქართული ოცნება მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციების და ხალხის მოტყუების, მათი თავის გამორჩევლის მოტყუების გაქრება და ამისათვის კიდევ ერთხელ ქუძზე კაცი საქართველოდან, რომ ჩვენ სიმყარე მაქსიმალურად უზრუნველყოთ. ამიტომ ჩვენი მთავარი სლოგანი უნდა განვახორციელოთ, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენ მშვიდობით, ჩვენ ღირსებით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. სენატზე მინდა ვთხოვო, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს, აი ამ პარტიის, თქვენი პარტიის, თქვენი მხარდაჭერილი ამაყი პარტიის ხელმძღვანელს, თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით, ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო. მივესალმები ამ ულამაზეს რეგიონში მცხოვრებ ჩვენს ამაყ თავისუფალ და ღირსეულ ხალხს. დღეს თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლისას თავს არ შეგაწყენთ და არ ჩამოთვლ იმ სიკეთეებს, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების ხელისუფლება მოუტანა საქართველოს თითოეულ რეგიონს, ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვახსოვს, მეგობრებო, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით და როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რამდენჯერ გაუმჯობესდა სიტუაცია ყველა სფეროში
ყველა მიმართულებით, მაგრამ დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევას. რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. ეს არის მშვიდობა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არც ერთი მმართველის დროს არ ქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. ბოლო 12 წელია ქვეყანაში გვაქვს უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა. არ ქონია ომი, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები და რაც არასდროს კიდევ გავმეორებ დამოუკიდებლობის ოქტომბრამდე ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა გადაიტანა სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ომები აფხაზეთსა და სამაშაბლოში. დავკარგეთ დროებით ტერიტორიები. დავკარგეთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, გმირი ჯარისკაცები, გმირი პოლიციელები. რამდენიმე ასეულ ათას ჩვენს მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უწევს ცხოვრება დევნილობაში. გამოვიართ უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი და სიდუხჭირე. სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობა, ჩაგვრა, უსამართლობა ჩვენი ხალხის მიმართ, ხალხის დახოცვა, ტანჯვა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების სიტყვის ჩახშობა და მუდმივი უწყვეტი ქაოსი, უსამართლობა და განუკითხაობა. და მაინც ყველა ბოროტებას შორის, რაც სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ჩაედინა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად, რომლის პატიება არ შეიძლება. ამ ომის თავით ნაცილება შესაძლებელი იყო, მეგობრებო. ომი არ იყო გარდაუვალი. და კიდევ გავიმეორებ, რაც ბევრჯერ მithქვამს. მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ეს ომი არ მოხდებოდა. ახლა როცა უკვე ჩვენმა ხელისუფლებამ ჰააგაში და სტრასბურგში მოვიგეთ აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყველა პროცესი, აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მაგალითად, რატომ არ ააცილა თავიდან ეს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ? ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. რატომ გადადგა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლის შედეგების გათვლა ძალიან მარტივი იყო და პატარა ბავშვიც კი მიხვდებოდა, რას გამოიწვევდა მისი ავანტიურისტული, უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯები. დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ მათ მშვენივრად იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ. და დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. მაგალითად, რატომ დააბრუნეს 2007 წელს საქართველოსდან გაყვანი რუსეთის ჯარი? კიდევ უფრო დიდი ძალით რამდენიმე თვეში. რატომ ჩააბარეს 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც ომამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო? რატომ გადასცეს უბრძოლველად? რატომ აჩუქეს კოდორის ხეობა? ომის დასრულების შემდეგ რატომ მოაწერეს ხელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას? და ომის შემდეგ რატომ გააგრძელეს ცხოვრება ის თითქოს არაფერი მომხდარა? რატომ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები? რატომ გაუხსნეს სამხრივად უვიზო რეჟიმი? ეს იმ დროს, როცა პარალელურად რუსეთს დაწყებული ჰქონდა სამხედრო ბაზების შენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასეთი უმძიმესი დანაშაულის და ღალატის ჩამდენი კრიმინალური ბანდა დღესაც აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ არათუ ხელისუფლებაში არ უნდა მოუშვათ აღარასდროს, არამედ სამუდამოდ უნდა აეგრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ასეთ მოღალატე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც ჩვენი ძირძველი ტერიტორიები დაკარგა, გააჩუქა და გაყიდა. თურფასო მეგობრებო, ასეთი მასშტაბის უბედურების მომტანი კრიმინალური ბანდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ჩვენ გვახსოვს ყველას, ყველაფერს აკეთებდა, რომ რაიმენაირად მომხდარიყო დესტაბილიზაცია ქვეყანაში. გადატრიალება გარეთ ძალებთან ერთად კოორდინაციით მიმართავდნენ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში. იმისთვის, რომ აქაც გადმოეტანათ ომი და მეორე პოლიგონად გადაექციათ ჩვენი ქვეყანა.
გავიხსენოთ ომის დაწყებისთანავე როგორ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც პირდაპირ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა და ამით ხომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასანქცირებას ითხოვდნენ. ასევე გახსოვთ თქვენ კარგად, ისინი ითხოვდნენ მათ მიერ რუსეთისთვის სამხედროდ დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ტურიზმის, ვაჭრობის და ფრენების შეჩერებას. ომის პირველივე დღეებში ითხოვდნენ უკრაინიდან თვითმფრინავების მიღებას და მოხალისეების გაგზავნას და ასეთ პროვოკაციულ ქმედებაზე მთავრობის ნებართვას. ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, რომ არა მარტო სააკაშვილის პარტიები და NGO-ები, რომლებიც დღეს მოგვევლინენ ახალი პარტიების სახით და სხვა სახელებით, არამედ ყველანი ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ოპოზიცია, ახალი შექმნილი კოალიციები ითხოვდნენ ბომბების წონას თბილისის თავზე. ანუ ითხოვდნენ ეროვნული ინტერესების ღალატს, ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას ურთულეს დროს. და რატომ? იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. არ ვუღალატეთ მათსავით ქვეყანას და არ გავწირეთ ჩვენი ხალხი. არამედ უკომპრომისოდ დავიცავით ეროვნული ინტერესები, რითაც თავიდან ავიცილეთ ომი და უბედურება. ახლა მეგობრებო, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ სააკაშვილი, ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი, ან თუნდაც კოლექტიური ნაცმოძრაობის ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებების და კოალიციების რომელიმე წარმომადგენელი, ან რომელიმე NGO-s წარმომადგენელი, რა მოხდებოდა ძალიან მარტივი ამ კითხვაზე პასუხისგაცემა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ისინი მუხლის შოქებზე დავარდნილები, დიდი აღტკინებით დაუწესებდნენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს სანქციებს, შემდეგ ასეთივე აღტაცებული ენთუზიაზმით მიიღებდნენ უკრაინის თვითმფრინავებს და გააგზავნიდნენ მოხალისეებს საომრად და ასეთივე მონური აღტაცებით დაიწყებდნენ ომს და გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელ ჩვენს ქვეყანას გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად. და ვინ დაზარალდებოდა აი ამ უბედურებით, ჩვენ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. პარალელურად ეჭვი არ გვეპარება არავის, რომ ისინი სასტიკად გაუსწორდებოდნენ, დახოცავდნენ ან დაიჭერდნენ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ოპოზიციურ განწყობილ მოქალაქეებს. დაახშობდნენ მედიას, აკრძალავდნენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააუქმებდნენ არჩევნებს და ქვეყანას და ხალხს გაიმეტებდნენ საბოლოო დასახობად და გასაწირად. მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, საქართველოში ეს არ მოხდება, მეგობრებო. სანამ ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებაა ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ მოხდება, მეგობრებო. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ამ მოღალატეებს და გამყიდველებს მეორედ არ დავანგრევინებთ და არ გავანადგურებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მეგობრებო, თანამებრძოლებო, 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება. კიდევ ვიმეორებ, უკეთესი ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ ყველანი არჩევნებზე უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ ქართული ოცნების და ჩვენი ხალხის დიდი გამარჯვება. მერტ იყო ჩვენი ფარველი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. 2012 წლის შემდეგ ესეთი მნიშვნელოვანი არჩევნები, ალბათ ყველა ხვდებით, რომ არ ქონია. გარკვეული ასოციაცია ჩნდება ხოლმე, მაგალითად წინ ცოტნეს ხედავ ივანიშვილს, ბერა სულ წინა ხაზზე იდგა თავის მშობლებთან ერთად, ცოტნე მაშინ პატარა იყო და ეხლა ცოტნეს ხედავ და ეს ასოციაცია რაღაცნაირად ისეთ ემოციურ ფონს აჩენს. მივესალმოთ მას და მის ოჯახს. და მე მინდა სცენაზე ვთხოვო ძალიან სიმბოლური ამ ფონზე იმ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთი პირველი ძალიან ვაჟკაცურად დაუდგა გვერდით, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახაკალაძე. მოგესალმებით, მეგობრებო.
განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმებით ჩემი უსაყვარლესი კუთხის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას. მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს ამ ულამაზესი კუთხიდან. ამ მხარეს ახსოვს არაერთი გამარჯვებისა და წარმატების ისტორია. ასევე ახსოვს ხილული თუ უხილავი მტრისგან მიყენებული ბევრი ტკივილი და წინაღობა, მაგრამ აქაურ, შრომელ, დინჯ, პატრიოტ ხალხს არასდროს ჩაუქნევია ხელი. არასდროს დანებებულა, რადგან ყოველთვის აძლიერებდა უფლის რწმენა და სამშობლოს სიყვარული. ამ ძალამ შეაქმევინა ქართველ კაცს კულტურის გამორჩეული ნიმუშები. ჩვენ რა თქმა უნდა ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურით. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ულამაზეს კუთხეში ზუსტად აქ იწურება უნიკალური ქართული ღვინო. აქ ეგებებიან გაზაფხულს ლამპრობის დღესასწაულით. ამ ყველაფრის დაცვა, გაფრთხილება, მისი განვითარება ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც წინაპართახსოვნის, ისე მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ესაა ის, რაც ქართველ ერს გამოგვარჩევს სხვებისგან. ჩვენი უნიკალური კულტურა და ტრადიციები ის მარგალიტია, რითაც დავამშვენებთ ევროპულ ოჯახს. სწორედ ამიტომ ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო აგრძელებს სვლას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. დღეს, როცა ლიბერალური ფაშიზმი ღიად უტევს საქართველოს, როცა დაუფარავად მიმდინარეობს ბრძოლა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ქართულ ტრადიციებთან, ოჯახის ინსტიტუტთან, ჯერა ამ გამოწვევებზე საქართველოს მოსახლეობის პასუხი 2024 წლის არჩევნებზე იქნება მტკიცე და კაფიო. მე 2012 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი და არაერთ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა. თუმცა გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი მხარდაჭერა, ასეთი ერთობა, როგორიც დღეს არის საზოგადოებაში 2012 წლის შემდეგ მე არ მახსოვს. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ღირებულებითი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. რას ვირჩევთ? ვიქცეთ საკუთარი ფესვებით მოწყვეტილ უსამშობლო საზოგადოებად თუ ჩვენი რწმენით, ჩვენი ღირსებით, ჩვენი ტრადიციებისა და უნიკალური კულტურის შენარჩუნებით გავაგრძელოთ განვითარება და სვლა ევროპისკენ. ჩემო მეგობრებო, ვფიქრობ, დღეს ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან კარგად ჩანს თუ რა ძალა უპირისპირდება არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურას, ნახეთ ის წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, რაც გამჭვირვალობის კანონის მიღებას მოჰყვა. გახსოვთ, გვეუბნებოდნენ და გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია. გამჭვირვალობა თითქოს ეწინააღმდეგება განვითარებას, დემოკრატიულობას და ასე შემდეგ. ასევე ნახეთ მუქარები. საქართველოს უარზე შეერთებოდა სანქციებს და ქვეყანაში გაეხსნა მეორე ფრონტი. ვინ დაზიანდებოდა ამით? ვინ დაზიანდებოდა იმით, რომ თქვენს მიერ მოყვანილი ყურძნით დამზადებული ღვინო ვერ გაიყიდებოდა თუნდაც რუსულ ბაზარზე? ვინ დაზარალდებოდა? დაზარალდებოდა გლეხი, შრომელი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ დააზარალოს საკუთარი ქვეყნის ინტერესები და საკუთარი მოსახლეობა. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესს. არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად მიიღოს უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია. ქართული ოცნება იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო დარაზმულმა საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და ანდო ამ ქვეყნის ბედი იყო და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების ერთგული და დამცველი. ჩემო ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო, ვინ თუ არა თქვენ იცით რა ძალა აქვს ერთობას, რამდენად გაუტეხელი და დაუმარცხებელია ქართველი კაცი, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესების დაცვას ეხება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ საბოლოო გამარჯვებისთვის. მე მჯერა ამ საოცარ მიწაზე, სადაც ხვამლის მთა აღმართული, სადაც უამრავი ლეგენდა და
მითი ცოცხლდება სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართული ოცნება, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, გაიმარჯვებს მშვიდობა, წისვლა და განვითარება. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ხალხს, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას. მერტი იყოს ჩვენი მფარველი. მადლობა. შალვა პაპუაშვილი უნდა გავამხილო თავის მშობლიურ კახეთთან ერთად რაჭას ახსენებს ხოლმე ყველაზე ხშირად და აქაურობა უაღრესად უყვარს და წარმოუდგენლად ხშირად მოეჩქარება ხოლმე აქეთ დაფუძნდა კიდევაც გარკვეულწილად და მე მინდა ახლა მას უთხოვო სიტყვით მიმართოს ჩვენ ერთგულ ამომრჩეველს და ჩვენ ერთგულ ქართველებს. ბატონი შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მოგესალმებით. მადლობა მამუკა წარდგენისთვის. მივესალმებით ჩემ რაჯვალ მეუღლეს აქ. მოგესალმებით საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში. ზღაპრულ კუთხეში, რომელიც საქართველოს ნამდვილი მშვენება, არა მარტო თავისი განუმეორებელი ბუნებით, არამედ მისი მშვიდობიანი, სტუმართმოყვარე და რაც თავარია მოსიყვარულე ხალხით. საქართველოს ამ მხარეში თავს იყრის რაჭველების, ლეჩხუმელების და სვანების ყოფაცხოვრების თვითყოფადი ხასიათი, რომლებიც ამდიდრებენ და ავსებენ ერთმანეთს. მეგობრებო, ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ 1000 წლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც. ჩვენ ვიცით მეგობრობა და ძმობა, ვიცით ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ხალხის ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონია. მეგობრობა კი მორჩილება. ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარსპანებით, თავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით. დღესაც ხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა. ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტრეული ქართული სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად გამოაცხადა და ხალხის სახელით გველაპარაკება. ამას არაფერი აქვს საერთო არც მეგობრობასთან, არც დემოკრატიასთან და არც სუვერენიტეტის პატივისცემასთან. ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა LGBT პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ ვეღარ აზროს გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ამის მთავარი გარანტია ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა. მეგობრებო, დღეს როცა სამყარო თითქოს გადაირია ყველა ქართული ოჯახში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე წუხან და ფიქრობენ. უნდათ რომ ხვალინდელი დღე ნათელი და მშვიდობიანი იყოს, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ წინაპართა ტრადიციები და კვლავაც დაიცვან ქართული კულტურა, ენა, სარწმუნოება. სამწუხაროდ ეს წუხილი არაა უსაფუძვლო. საფრთხე მართლაც დიდია და ის ყოველდღიურად სულ უფრო შეუნიღბავი და თვალსაჩინო ხდება. თვალსაჩინოა თუ რა ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება რწმენის, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორი გააფრთებით ებრძვიან ეკლესიას. ხელის გულზე დევს მცდელობა სხვადასხვა სახელითა თუ იდეოლოგიით შეფუთონ საკუთარი მიზანი, რომ ოჯახს და ადამიანს დაუკარგონ მნიშვნელობა. სახელმწიფოებრიობას საყრდენი გამოაცალონ. მუხას ფესვები მოაჭრან და მუმლი შეასიონ. უსამშობლო ფესვების არ მქონე ცარიელი ადამიანის კონტროლი ხომ უმარტივესია. ვინაიდან სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი მორჩილება. ასეთი ხილული, ხელშესახები და მასშტაბური არასდროს ყოფილა ბოროტება. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვმართებს სიმტკიცე და უკომპრომისობა. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეგობრებსაც და მტრებსაც, რას ვირჩევთ, რომელ მხარეს გავართ. ვინარჩუნებთ ჩვენს 1000 წლეულობით ჩამოყალიბებულ იდენტობას თუ ვითქვიფებით სხვათა ცხოვრების წესში. ვზრდით ჩვენს ვაჟებს კაცებად და ქალიშვილებს ქალებად თუ ისევ აბნევთ
რომ საკუთარ სქესშიც კი ვეღარ გაერკვნენ. ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს, როგორც ეს ომში არ შეყოლით გავაკეთეთ, თუ წითელ ხალიჩაზე და ფოჩიან კამფეტებზე ვიყიდებით, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს. ვირჩევთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, თუ ვირჩევთ დესამშობლოიზაციას, როგორც ამას ოპოზიციის პირით გვითვლიან. ლოცულობთ ჩვენს სალოცავებში, თუ აღმერთებთ სხვათა კერპებს. ვიფიცებთ ჩვენს დროშაზე, თუ სხვის დროშას ვაფრიალებთ. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ჯერა, რომ ჩვენი შვილები სწორედ ისე საქართველოში იცხოვრებენ, როგორზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ, რადგან ასეთია კანონზომიერება, ბოროტს ყოველთვის დაძლევს კეთილი, მაგრამ ბოროტის ძლევას თავისით არასდროს მოდის. კეთილის გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და დღეს ეს ბრძოლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა დავდგეთ და საქართველოს სათქმელი ყველას გასაგონად ვთქვათ. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღმერთმა დალოცვეს ჩვენი სამშობლო, შეგვეწიოს ჩვენი სალოცავები. მადლობა. დიდი მადლობა შალვა, ხალხიდან ისეთი მუხტი იგრძნობა, მე მგონი ზედმეტი არ იქნება და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს გაუმარ? 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 ქართულ ოცნებას გაუმარ? ძალიან დიდი მადლობა ამ შემართებისთვის. არ შეიძლება რომ არ ვთქვათ, რომ ამ საარჩევნო ოლქს და ამ ულამაზეს კუთხეს ერთს, მეორეს, მესამეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში ჩვენი დელეგატი იქნება. მე მინდა მივესალმოთ გოჩა ენუქიძეს დიდი პატივისცემით. ღირსეული კაცი, რომელიც აქამდე ღირსეულად ემსახურებოდა თავის სამშობლოს და მომავალშიც ასე გააგრძელებს. და ამ ფონზე სხვანაირად წარდგენა ალბათ არ შეიძლება. თავისი სამშობლოს, თავისი კუთხის უდიდესი პატრიოტი, ქართველი კაცი, რაჭველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. გესალმებით, ძვირფასო რაჭველებო, ეჭვმლებო, სვანებო, ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია ჩემ მშობლიურ კუთხეში, რაჭაში სიტყვით გამოსვლა მივესალმები ბატონ გოჩა ენუქიძეს, ამ რეგიონის არაჩვეულებრივ დეპუტატს. ქართული მთა ყველაზე დიდი რდუნებით ინახავს ქართულ ფასეულობებს, ჩვენ სარწმუნოებას, ქართულ კულტურას. თქვენ იცით რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესვან იმგვარი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას. ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია, რომელიც თლიანად გარედან არის ხელოვნურად თავსმოხვეული, მაგრამ მე ამას აქეთ საყვედურობენ. ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ ზოგადად მთაში და განსაკუთრებით რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის. ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოვარდება. ყველას გახსოვთ, რომ 2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი რეფერენდუმი საქართველოსთვის. მაშინ ქართულმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, აირჩია თავისუფლება, აირჩია პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. ქართულმა ოცნებამ წარსულს ჩააბარა რეჟიმი, რომელმაც ქუჩაში დახვრიტა ასე მეტი ახალგაზრდა, რომელიც აწამებდა ადამიანებს ციხეებში, თუ ციხეებს გარეთ, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს, კანონიერ ფლობელებს, ართმევდა ტელევიზიებს, აღალბებდა არჩევნებს და რომელმაც თავისი მოღალატეობრივი დანაშაულის შედეგად დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი. ვერც ამ შემთხვევაში გაუშვებ ხელიდან შეასრულებას და რა თქმა უნდა უდიდეს მადლობას გადავხდი ბატონ ბიძინავიანიშვილს, რომელიც ამ გარდატეხის სული შემდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო. რომ არა ბატონი ბიძინავიანიშვილი მის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა. ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ მძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა. და უდიდესი რისკის ფასად ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნეთ.
ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომლის თანადგომის გარეშე ამ მასშტაბის ზეწოლას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებთ. დიდი მადლობა ქართულ ხალხს ამისათვის. 26 ოქტომბერს სტარტდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორც 2012 წელს ჩატარდა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართულმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, აგენტურის მმართველობასა და დემოკრატიული საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას შორის, კრეხილობის პროპაგანდასა და მორალურ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ ევროპულ მომავალს შორის. ამ ვითარებაში არჩევანი და მეთანხმები ძალიან მარტივია. გასული 12 წლის განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რომლებიც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ. ურთულესი გამოწვევების და ზეწოლის მიუხედავად ჩვენ შევინარჩუნეთ 12 წლიანი მშვიდობა. ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ქონია. წარსულს შევაბარეთ ადამიანების კვლელობის, წამების და არადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა მედია, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც. ქართულმა ოცნებამ აამოქმედა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რითაც 4-ვე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე წლებია სარგებლობს. ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. სპორტის სფეროში ასევე რამდენჯერმე გაიზარდა დაფინანსება და თქვენ იცით რამხელა წარმატება მოუტანეს ქართულმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ თითეული წარმატებისთვის, რომელმაც სიამაყის გზნობით აგვავს. ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უდიდესი წარმატება მოუტანა. ქვეყნის მასშტაბით ზუსტად განახევდა უმუშევრობა, 700,000-მდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. საქართველოს განვითარება უნდა გაგრძელდეს და ეს ყველაფერი თითოეული თქვენგანის ხელშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 26 ოქტომბერს იმართება გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ომზე მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო. რამდენიმე დღეში აღენიშნება მარიამობა, თქვენთვის და ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი საეკლესიო დღესასწაული და ყველას გილოცავ წინასწარ ამ უდიდეს დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარადეს საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს და ფარადეს სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ ძალიან კარგად იცით, ჩვენზე კარგად იცით. ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ტრადიციების და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება. და ამ ყველაფრის მთავარი გარანტი თქვენთან ერთად, თქვენ ეროვნულ სულისკვეთებასთან ერთად, თქვენს სიმყარესთან ერთად ამ ქვეყანაში ყველანი დამეთანხმებით, რომ არის ერთი ადამიანი, რომელიც ასევე არის სამშობლოსთვის თავგანწირვის სიმბოლო, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ და ვთხოვოთ მას სცენაზე. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მოგესალმებით, რაჭველებო, რეჩხუბელებო, სვანებო. შეუძლებელია კავკასიონის ამაყად მდგარ თვალუწვდენელ მწვერვალებს უცქერდე და არ გაგელბებდეს იმაზე ფიქრი. ღმერთისგან ნაბოძები ეს საჩუქარი რამდენი ჭირისა და ლხინის საგმირო ისტორიის მომსწრე ყოფილა. მიუხედავად ბევრჯერ თავს დამწყდარი უბედურებისა თუ გაჭირვებისა, უნებრივი კატაკლიზმებისა თუ ტრის შემოსევებისა, რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა სათუთად ხელუხლებლად შემოგვინახეს თითოეული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ ადათ-წესები. ქართველების ერთ-ერთი სიძლიერე ხომ სწორედ ეს არის მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული ხალხი, რომელიც ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანია, რომ
რაჭულ სიგინჯესა და შრომის მოყვარეობას, სვანურ სიმამაცესა და სამართლიანობას, რეჩხუმურ სტუმართ მოყვარეობას და მიზანდასახულობას, სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უამრავ ლამაზ ტრადიციას იტევს. სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც. ჩვენ კი არ გვაქვს უფლება წინაპრების დაწყებული საქმე არ გავაგრძელოთ, არ მოუფრთხილდეთ და არ ვიზრუნოთ მათ დანატოვარზე. როდესაც 12 წლის წინ 2012 წლის 27 აგვისტოს აქ ამ ადგილზე პირველად შეხვდით, იმ პრობლემებსა და გაუსაძლის პირობებზე ვსაუბრობდით, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა პოლიტიკამ ლაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეუქმნა. ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, როგორ იფლანგდებოდა ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც აქაურობას გააჩნია. სამკურნალო წყლებით, უნიკალური ჯიშის სცენარეებით, სოფლიოში გამორჩეული ვაზის ჯიშებით განთქმული და მდიდარი კუთხეები, უდიდესი ტურისტული პოტენციალის მატარებელი მხარეები, როგორ ნადგურდებოდა აქაურობას, როგორ იყენებდა პირადი სარგებლისა და ინტერესებისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული ვიწრი ჯგუფი. მოსახლეობას კი ერთადერთ გამოსავლად საკუთარი სახკარის, მიწის დატოვება და სხვაგან გადასახლება ესახებოდა. მე მაშინ დაკვირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება აქაურობას ახალ სიცოცხლეს შეძენდა. საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებდა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსსა და მისგან მიღებულ შეღავათებს. მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას, შიდა თუ მაგისტრალურ გზებს და განსაკუთრებით შეუწყობდა ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდნენ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით 2012 წელთან შედარებით დღეს რამდენჯერ მეტი ინვესტიცია იდება რაჭა ლეჩხუმსა და სვანეთში. ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ რამდენ ადგილობრივ სააღებინა ხელი საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისაგან. როგორ მოწესრიგდა, რა მნიშვნელობისა და რაოდენობისა გაკეთდა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი არსებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ათვისებას. საკუთარი თვალით ხედავთ, რომ მიტოვებულმა სოფლებმა და დაბებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. გაჩნდა შესაძლებლობა გამორჩეული კურორტები ყველანაირი თანამედროვე სტანდარტის დაცვით ისე გაშენდეს, რომ ადგილობრივ უნიკალურ ეკოსისტემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. 12 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს ბევრად დიდი ფასი აქვს სოფლიოში აღიარებულ ხანჯკარას, უნიკალურ მუჯურეთულსა თუ ალექსანდროულს და მათგან დამზადებულ ღვინოს. ეს დიდწილად სწორედ იმ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებისა და ჩვენი ისტორიული პოლიტიკის დამსახურებაა, რომლებმაც პირველ რიგში ადგილობრივების კეთილდღეობის და განაპირობეს. განვინმა წლებმა გამოაჩინა, რომ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განვითარების კიდევ ძალიან დიდი შესაძლებლობაა. უკვე განხორციელებულმა საქმემ კი დაგვანახა, რომ ხალხის სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორის ინტერესების სწორი ურთიერთქმედების შემთხვევაში ისეთი შედეგების მიღწევა სრულიად რეალურია, როდესაც ხალხიც ხელისუფლებას და ინვესტორის კმაყოფილია. მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ დაწყებულ საქმეს. შევქმნით ყველა პირობას, რომ ადგილობრივებმა მაქსიმალურად აითვისონ ამ უნიკალურ მხარეში არსებული პოტენციალი. მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და განვახორციელებთ კიდევ უფრო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამისთვის უმნიშვნელოვანესია 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ თქვენთან ერთად კიდევ დაამარცხოს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, შესაბამისად გაანეიტრალოს მათგან და მათი პატრონებისგან მომდინარე საფრთხეები. თორმეტი წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი. გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამის პასუხად ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულ მოუთმელად ელიან ნებისმიერ შესაძლებლობას იქნებ როგორმე ძალაუფლება დაებრუნონ, რაც საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს. როდესაც რაჭაზე საუბრობთ, შეუძლებელია
დავიწყოთ 1 წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოუს დაატყდა თავს ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასე დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას. როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართულს შეუძლია. სამწუხაროდ ისე მიწევს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხსენება. რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებული სარქონდა რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკური ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო. ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება. ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაგსაქმით საძოობენ. ასე დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა უჭია. წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ კონკრეტულ გლობალურ ძალებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მათ აგენტურას ვაბანკზე წასვლა აიძულა. როდესაც ნაციონალური მოძრაობისთვის ძალაუფლების დაბრუნება ყველანაირი გზებით სცადეს, თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნეს და ქართველი ხალხის წინაშე რეალური სახით გამოჩნდნენ. უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე. ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია. დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება. ქართველი კაცის გონიერება მაძლევს იმის თქმის სითამამეს, რომ 26 ოქტომბრის ერთგვარ რეფერენდუმზე საქართველოში ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები გაიმარჯვეს. თუმცა იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გჭირდება. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას მოველით, ვალდებულები ვართ დეტალურად განმარტოთ, რისთვის გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და როგორ წაადგება ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. პირველი და მთავარი შეიძლება იყოს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება. როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით. მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ. ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება. სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა. რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას ქართული ოცნება, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება. ფორმეტი წლის მანძილზე საკუთარი თვალით უყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით, მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების ცდელობა. მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა კარგად გამოჩნდა რამხელა რისკები ახლავს და რა შეიძლება მოხვდეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. ქართული ოცნება ქართულმა ხალხმა უკვე 3 ვადით აირჩია. ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალების გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება.
მეორე საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელსაც ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს კოლექტიური ნაცმოძრაობა ეწინააღმდეგება. აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა. თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას, ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოუფრთხილებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ. მესამე, ჩვენი ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. განვლილმა რამდენიმე წელიწადმა თვალსაჩინო გახადა, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, შესაძლებლობის გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს კორელაციაში. რის ერთადერთი გზაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე. გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება. სწორედ ამიტომ გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს. და მეოთხე, როგორც პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ წერილში, ასევე მცხეთაში ჩემს გამოსვლაში აღნიშნე, რომ არის კიდევ ერთი ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ. გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ჩამოთვლილი პუნქტების სისრულეში მოყვანა უმნიშვნელოვანესია. თუმცა ამოცებულობაში უმთავრესი გამოწვევა ჩვენი დღევანდელობაა. ქვეყნის ომის კარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები შესაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს. ხალხის მიერ ქართული ოცნებისთვის მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. თქვენთან ერთად ხიზლად უნდა გადავაგოროთ რამდენიმე თვეც და ომის დასრულებისთანავე ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული არაჯანსაღი ინტერესების საპირისპირო დამოკიდებულებით შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი არანაკლებად სჭირდებათ მეგობრად ჩვენს პარტნიორებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე ორმხრივი ინტერესების დროს საქართველოს ძლიერ ხელისუფლებასთან მეგობრობა ყველასთვის პრიორიტეტული და საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია. იმდენად დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ არავის გაუჩნდეს ცუნება ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება ჩვენს ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააყენებს. ამიტომაც, ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმელებო და სვანებო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, კეთილდღეობა და ეროვნული ღირსების შენარჩუნება. 26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ ქართული ოცნების ახდენას. საქართველო აქ არის
სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო ხარი მეც აქ ჩემი ღამე ულაგავად